ოლიგარქი პარტნიორების წინააღმდეგ მორიგ გეგმას ამუშავებს ივანიშვილის განზრახვის შესახებ ვიგებთ ოლიგარქის კარის ეგრეთ წოდებული ფილოსოფოსის ახალი წერილიდან. ზაზა შათირიშვილის პირით ოლიგარქი პარტნიორებს საქართველოში აგენტურული ქსელის მოწყობაში ადანაშაულებს. ის დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით გაძევებაზე საუბრობს და კვოტების დაწესებას მოითხოვს. საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომელშიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან, ნათქვამია წერილში. სალომე ლაბაძე მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. სალომე, გისმენთ. გარდა იმისა, რომ მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ქართველი დიპლომატების რაოდენობის შემცირება სხვადასხვა დასავლურ სახელმწიფოში. ეს როგორც ჩანს რეჟიმმა საკმარისად არ მიიჩნია და ახლა უკვე იწყებს საქართველოსდან დასავლელი დიპლომატების გაძევების პროცესს. სწორედ რეჟიმის ამ გეგმაზე მინიშნება და აღიქმება ზაზა შათირიშვილის წერილი, რომლითაც ქართული ოცნების ეს პროპაგანდისტი რეჟიმს მოუწოდებს, რომ აღარ გაჩერდეს მხოლოდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის მისივე კარნახით მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს სწორედ ის, რომ რეჟიმმა ერთგვარი კვოტა დაუწესოს დასავლურ სახელმწიფოებს და მათ აქ თავიანთ საელჩოებში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის დიპლომატების დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. ზაზა შათირიშვილის წერილი, რომელსაც პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ, ავლენს იმასაც, რომ ამ შემთხვევაში დიპლომატიური დემარშის მთავარი სამიზნე იქნება შეერთებული შტატების საელჩო. ფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია ამ ქვეყანამ მუდმივ ყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს. ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამ თუ ყველა კარგად ხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება. საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩახსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO-ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ის რომ ამ დიპლომატიური დემარშის მთავარი სამიზნე იქნება სწორედ შეერთებული შტატები, ასე ფიქრობენ ამას ექსპერტებიც, ჩვენ მათ შორის ვესაუბრეთ მაგალითად გიორგი მელაშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რომ ამ უქარით, რომელიც ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ ზაზა შათირიშვილის პირით გაახმოვანა, რეჟიმი ემუქრებოდეს შეერთებულ შტატებს და მისგან ამით ითხოვდეს იმას, რომ ის დაეთანხმოს იმ პირის დანიშვნას საქართველოს ელჩად შტატებში, რომელიც რეჟიმს უკვე წარდგენილი ყავს, თუმცა რომლის ვინაობაც ამ დრომდე გასაჯაროვებული არ არის. მე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს არ ხავს ელჩი შეერთებულ შტატებში, თუმცა კანდიდატურა როგორც ცნობილია უკვე წარდგენილია, მაგრამ ამ დრომდე ამ კანდიდატურაზე თანხმობა ვაშინგტონისგან ქართული ოცნების რეჟიმს არ მიუღია. არ არის გამორიცხული, რომ ამ მუქარით ქართული ოცნება ცდილობდეს სწორედ შეერთებული შტატების იზოლებას, მის დათანხმებას ელჩად მისთვის ასურველი პირის დანიშვნაზე შეერთებულ შტატებში, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მხოლოდ შეერთებული შტატებით არ შემოიფარგლება ქართული ოცნება და ის შეუტევს ყველა დასავლურ სახელმწიფოსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ისევ რუსული და ბელორუსული მოდელით აგრძელებს ქვეყნის მართვას, რადგან დასავლელი დიპლომატების გაძევება შერჩევითი წესით არის სწორედ ის გზა, რომელიც უკვე გაიარეს რუსეთში და ბელორუსში. ყველა ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა და დიპლომატების რაოდენობა განსაზღვრავს ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ხარჯს. რაც უფრო მეტი დიპლომატი არის ამ ქვეყნის საელჩოში, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ღრმა, ყოვლისმომცველია და შესაბამისად სხვადასხვა თემებზე ხდება თანამშრომლობა. როდესაც ხდება რომელიმე დიპლომატიური მისიის თანამშრომლების შემცირების მოთხოვნა, ეს არის დიპლომატიური დემარში, ეს არის ძალიან ღია, პირდაპირი, მტრული აქტი იმ კონკრეტული ქვეყნისადმი. ამ შემთხვევაში შტატების საელჩო არის ყველაზე მრავალრიცხოვანი, ამიტომ ძირითადი აქცენტი მე მგონი ლოგიკური არის, რომ გავაკეთოთ შეერთებულ შტატებზე, თუმცა სხვა საელჩოებთან მიმართებითაც იგივე მტრული ნაბიჯი არის, რომელიც იქნება აღქმული ამ ქვეყნების მიერ ზუსტად ასე, რომ ქვეყანას საქართველოს ხელისუფლებას, ოცნების რეჟიმს არ სურს დასავლეთ
დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება და პირიქით სურს დიპლომატების გაძევება, რაც არის სუფთა რუსულ-ბელარუსული სცენარი, რომლის მთავარი მიზანი არის ჩაეხსნას დასავლეთს. ამჟამად შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არ ყავს, ვარაუდობთ, რომ აგრემანი, ანუ შეერთებული შტატების თანხმობა ელჩის მიღებაზე არ არის გაცემული. ქართულ ოცნებას არაერთხელ უთქვამს, რომ მათ ყავთ შერჩეული კანდიდატი, რომელსაც შეერთებული შტატები ჯერ თანხმობას არ აცხადებენ და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს ჩათრიშვილის წერილი მისი მთავარი მიზანი არის დაემუქროთ შეერთებულ შტატებს, რომ მიიღეთ ჩვენი ელჩი, უარეს შემთხვევაში შევამცირებთ თქვენს საელჩოს საქართველოში. ნათლად ამბობენ, რომ უნდათ ბელორუსის და რუსეთის სცენარის გამეორება. ჩვენთან ეს სცენარის გამეორება უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს და თუ რუსეთში და ბელარუსში ამას წლები დაჭირდა, საქართველოში ეს ხდება თავბრუდამხვევი სისწრაფით და არ გამეკვირდება, რომ ამაზე სერიოზულად ალაპარაკდეს უკვე ძალიან მალე ოფიციალური წარმომადგენლები დე-ფაქტო რეჟიმის, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენ აი როგორც რუსეთშია და როგორც ბელარუსშია მოვითხოვთ დასავლეთიდან, ელემენტარულად მხოლოდ დასავლეთიდან, განვითარებული ცივილიზებული ქვეყნიდან მოხდეს მათი აი ამ საელჩოების საქართველოში მინიმუმამდე დაყვანა. როდესაც ეს გაძევება ხდება, აუცილებელია დამამტკიცებელი საბუთების დადგენილდეს, რომ ამ დიპლომატებს აქვთ მტრული ტერორისტული საქმიანობა ამ ქვეყანაში დაწყებული. ან რევოლუციური სცენარია, ან რუსეთთან დაკავშირებით ხშირად არის ხოლმე ტერაქტები და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში აძევებენ თქვათ ევროპიდან ან ამერიკიდან რუს დიპლომატებს და რუსეთი ხშირად საპირისპირო რეპრესიებს აკეთებს. ამიტომ საქართველოს დაჭირდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ დაჭირდება დადოს დამამტკიცებელი საბუთები, რომლის მიხედვითაც იტყვის, რომ ამ ადამიანებს, ვიზეც აქვთ საუბარი, საქართველოში მტრული საქმიანობა აქვს დაწყებული და საქართველოში ტერორისტულ აქტს ახორციელებენ. საქართველოდან დასავლელი დიპლომატების გაძევება თანაც ისეთი დასაბუთებით, როგორცაც ამას ზაზა შათირიშვილი გვთავაზობს, ანუ მტკიცებით იმის შესახებ, რომ თითქოს საელჩოებში დასაქმებული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი სპეცსამსახურებს წარმოადგენს და საქართველოში ახორციელებს არა დიპლომატიურ, არამედ ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას, თანაც ინიციატივა ასევე იმის შესახებ, რომ დიპლომატებს აეკრძალოთ ფონდებთან თანამშრომლობას, ეს ჯამურად ანალიტიკოსების შეფასებით არის იმის მორიგი დადასტურება, რომ ოცნების რეჟიმი არ არის დაინტერესებული საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებით დასავლეთთან და ამის საპირისპიროდ ის ასრულებს კრემლის ფინალურ დავალებას, რომლის მიზანიც არის სწორედ საქართველოს სრული ჩახსნა დასავლური საყვარლოსგან.